წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, ვინმე თუ გულისცერა მინელდა, შენ წმინდა უმაცხოვარო, ამენ. წალენჯიხა ცოცხალი ორგანიზმივითაა, ღიპიან თამადაკაცა მთებით და ფეხარეული მთვრალი ქუჩებით, გაწეწილთმება ტყეებით და დატოტვილ ძარღვა მდინარეებით, გადარეული ჩანჩქერებით და მეგრული იმპულსური ხასიათივით მოვარდნილი ღვარცოფებით, შთაგონების ნიაღვრებით, გენია ადამიანებით, გია ხარჩილავა. ამ პატარა არეალში დაბადებული, მაგრამ დედამიწას რომ ხელებს შემოხვევდა იმხელა ადამიანი, კაცი რომელსაც მაინც მთელი პლანეტა ეცოტავა გადასაფრენად და წალენჯიხად დაენანა დასატოვებლად. კაცი რომელიც ერთი რიგითი ადამიანის პოზიციიდან ყოველთვის მისი ქალაქის მაჯის სცემაზე ყურდადებული ისტორიული გამარჯვების ავტორი გახდა და წალენჯიხა გრინვიჩის მერიდიანად აქცია. დღეს მოგიყვებით ამბავს კაცზე, რომელსაც თავისი ქალაქის სიყვარული საბედისწეროდ ექცა. ყველაფერი კი დაიწყო ასე. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერის კანდიდატურად გია ხარჩილავა წარადგინა და თავადაც სასიამოვნო გაოცებად ექცათ მისი პერსონა, რომელმაც საოცარი ბარიტონით, ულამაზესი ლიტერატურული ენით და უზარმაზარი ერუდიციით გამოარღვია სახელმწიფო წნეხით შემომარწუხებული საარჩევნო. რაც დადგა სიმართლე სიცურვილის პირისპირ, ჯავრიარ მასვენებს მალე ორთა დასეგუნდანტივით სამძახის სინდისი ბარიერთან, დიახ, ბარიერთან, რადგან სეგუნდანტივით გადაღის სინდისი დღეს საქართველოს დიდაულ ქართულს თავისუფლებისათვის ბრძოლისკენ მოუხმობს. ბარიერისად მხარეს არიან ადამიანები, შეგუებულები, რომლებიც მათ საკუთარ თავში დაუშვეს, გაიმსარდნენ, რომ საქართველო გაწირონ კორუფციისკენ, ნეპოტიზმისკენ, თავისუფლების დაკარგვისკენ. დამათ მეუბნები რობერტ ბერსნის, შოტლანდიელი პოეტის სიტყვებს, ჩვენ გავტყდით თვითონ, დავემონეთ წვრიალა ვითონს, სამშობლოს მიწის გამყიდველი ხროვის წყალობით, დღეს რუსთავაზე სამდრისის ოქროს წვრიალებს, ჩხრიალებს, დღეს რუსთავაზე ნაქურდალი ფური შრიალებს და სუსის აწესების შრიალებს, მაგრამ ბარიერის მეორე მხარეს თქვენ გახართ, თქვენი გაუდახლობით, თქვენი შემართებით, შეუგუებლებით, რომლებიც არ იმზადებიან, არ ტყდებიან. აი სამოქალაქო ომის ბოლო ამოსუნთქვები წალენჯიხის მთიანეთში ქონდა და ეს მძიმე წლები ჩემ ქალაქთან ერთად გამოვიარე. 2005 წლიდან უკვე აღფშენებლობის წლებში ხელმძღვანელობდი მუნიციპალიტეტს, რაიონს, წალენჯიხას როგორც საგრებულო თავმჯდომარე. და ეს წლები იყო მძლავრი ნაბიჯების წლები ინფრასტრუქტურაში, სოციალური, განათლების, კულტურის. ამ ოთახში გავიზარდე, ეს არის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც მე მშობლების განმერგო და რასაც მე შვილებს გადავცემ. ამ წიგნებში პოულობდი საქართველოს ისტორიას, საკუთარ თავსაც პოულობდი. გიორგი ხარჩილავას წალენჯიხაში ყველა იცნობს. ეროვნული მოძრაობის 9 აპრილის მონაწილე ახალგაზრდა კაცი ქალაქის მერი ჯერ კიდევ 98-ში გახდა. მაშინაც ხელისუფლებას მოქალაქეთა კავშირს მოუგო. ბარდების რევოლუციის შემდეგ 2010 წლამდე ამავე საკრებულოს თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ეს ქალაქი თავის ყველა ქუჩით, მთელი შემოგარენით, მთისპირა სამეგრელოს ულამაზესი სოფლებით, ხეობებით, ჩანჩქერებით და რაც მთავარია, ადამიანებით და მათი გასაჭირით ზედმიწევნით იცის. მან საკუთარი ქალაქის გერბიც თავად შექმნა. აიეტი გახდათ ჰელიოსის, ანუ ტიტანის შვილი. მანამდე იყო ქაოსი, მერე იყო ურანოსი და გეა, მათ მერე იშვა კრონოსი და დეა. აი ტიტანებს გატოლებული ღმერთი იყო დედა პერსე, ოკეანოსის შვილი. ანუ უკვე ძველ ცივილიზაციაში კოლხებს ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი სამყაროს მოწყობაში. ლურჯი ფერი გახლავთ სამეგრელოს სიმბოლოზე. შემდეგ მინდა გითხრათ სიტყვოთი მინდა ეს ახსნა. ზედა ნაწილზე ეს გახლავთ საქალაქო გვირგვინი, ეგრეთ წოდებული სიმბოლიკი და გამოტანილი არის ჯიხა, ანუ ციხე. ჩვენი წალენჯიხის ძირითადი ფუძეც სწორედ ჯიხით აკითხება. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ვერსიით
გელენჯიკი, ანუ გალენჯიხა, ანუ იქაური ციხე და წალენჯიხა, ანუ ქვემო ციხე, ან ჭანების და წალების ციხე. ჩვენ გზას ვაგებთ წალენჯიხა ლიაფახულანი. სწორედ ამ გზით შემოდიან რუსეთის ნაწილები შემდგომ კოდორში დისლოკაციისთვის, გადიან ჩვენს ტერიტორიაზე. მეუბნება საგზაო ხელმძღვანელი, რა ვქნა, ტექნიკა უნდა გავიყვანო რაიონიდან. და მე ვთხოვ, მეც ჩამოვალთქო და ადგილზე გავაგრძელოთ გზის მშენებლობა და თქვენ წარმოიდგინეთ ცოცხალი სურათი. მოდის ტექნიკა, აი მძიმე ჯავსთუსანი ტექნიკა შემომჯდარი სამხედროებით, ჩვენ აქით გზის მეორე რიგზე ვდგავართ საგზაო ტექნიკით და ვაშენებთ გზას აფხაზეთისკენ. და ვინ გაიმარჯვა შენების იდეა. მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს წალენჯიხის განვითარებაში. ია გახდათ 7 წლის განმავლობაში წალენჯიხის მერი და 5 წლის განმავლობაში წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე. იგი სარგებლობს ძალიან დიდი მხარდაჭერით წალენჯიხაში. და დაიწყო საოცარი დღეები. საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრის დღეები. კარდაკარ სიარულის სიხარულიანი, სევდიანის და ტკბილმწარე დღეები. ვართ პარაცხელიას ქუჩაზე, ბინებში, მივდივართ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან, მიგვაქვს ჩვენი ტექსტები, სიმართლე და მომავლის ხედვები. აი დავიწყეთ. საქართველოში ასეთი ცვლილებით გამოიწვევს დიდ სამომავლო ცვლილებებს. მოსახლეობაზე სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარი ტერორი ხორციელდებოდა და მაინც მთიანი სამეგრელო მილულად დრო. ყველა ხვდებოდა როგორც არასდროს, ისე იყო ეხლა თავგანწირვა საჭირო. მომავალი მერიც და ხალხიც ერთად, ერთიანობის იმედით აჟიტირებული ხვდებოდა ყოველგვარ მახეს და განსაცდელს. თავდაპირველად სულ რაღაც 4-5 კაცისგან შემდგარმა შტაბმა სასწაულები მოახდინა. რაც უფრო მეტი იყო ზეწოლა, მეტი იყო თავგანწირვაც. გია ხარჩილოვას გადამდები ათოსი, ქარიზმა, ბრძოლის ჟინი, ერთნაირად ვირუსულად ვრცელდებოდა აჟიტირებულ ადამიანებზე. საბოლოოდ კი გუნდმა, რომელმაც ეს სასწაული გამარჯვება დადო, ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. ონების ჩატარება ხელისუფლებამ ზეწოლით, მუხარით, შანტაჟით მოხსნა ოპოზიციური კანდიდატები და ერთ კანდიდატიანი არჩევნების შეჰკა დრამსოფლებს, მაგრამ ქართველი კაცის და მთისპირა მეგრელის ნება არის უფრო ძლიერი, ვიდრე ხელისუფლებას ვერ აგინაბიჯები და ეს ნება ყოველთვის გაიმარჯვებს სისტემაზე, ახალ ქვეყანასაც და ახალ თავისუფალ საქართველოსაც ააშენებს. ჩვენ მაინც გქონდა შეხვედრა წალენჯიხის ულამაზესობო ჩქვალერში ამ ქართული ნიჭის საბადოში. ჩქვალერიდან არის ეგნატე ფიფია, ქირურგიის მეფეწოდებული და ერთი ძალიან საინტერესო ქართველი. კოლხი კაცი, აკაკი ჭანტურია, უნიკალური ბიოგრაფიით. მხოლოდ ერთ ფაქტს გეტყვი, მან უარი თქვა 20 წლების საგარეო საქმეთა მინისტრობაზე და საყვარლილ საქმეს, ისტორიკოსობას და ეთნოგრაფიას კიდე ხელი და იგი გახლავთ დამფუძნებელი ქალაქის ყველა პრობლემა გააზრებული გვაქვს, ხვდებით ადამიანებს და არასდროს ვეგუებით იმას, რომ ჩემს ქალაქს წალენჯიხას პერიფერიული ქალაქის ცხოვრებით ეცხოვრა. ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, რომ სახელოვანი ყოფილიყო საქართველოში, საქართველოს მასშტაბებს გარეთ და ამ სახელს ქმნიან ეს ადამიანები. აი ვინც აქ ცხოვრობენ, ჩვენი ყოველდღიურობით ვინც უნთქავენ. ეს ადამიანები ხოშთამბეჭ დავია ეს ყველაფერი და განსაკუთრებით დავია ამ ახალგაზრდების გზნება და ანთება საკუთარი სამშობლოს, სოფლების და წალენჯიხის გადასარჩენად. ასე მივდივარ თითოეულ ადამიანებთან და ბოლომდე ვღებულობთ საბრძოლო გამოწვევებს. ვალობთ. მოგესალმებით უკვე ნაკიფუდან კარდაკარი თელი კაქანებით ბობოქრობს სოფლებში და მივდივარ ძალიან დიდი ენთუზიაზმით. ეგ ბერძნული სიტყვა ოცნებას არაა გააზრებული რა სიტყვა და ნიშნავს უანგარო მსახურობას. მივდივართ ძალიან დიდი გამოცდილებით, რომელიც ცხოვრებაში დაგვიბროვდა. მივდივართ ძალიან დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ჩვენს გუნდს გამომუშავებული აქვს განათლებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და მივდივართ მიზანსწრაფულობით. ქვეყანას ნახტომისებური განვითარება მევანიჭოთ. ხელისუფლება არ იცნობს საკუთარ ხალხს. აი მე კი კარგად ვიცოდი, სად მივდიოდი, რომელ ბრძოლაში მივდიოდი და ვისთან ერთად.
ვერც დაშინებით, ვერც მოსყიდვით, ზეწოლით, გაღარიბებით, გაღატაკებით ამ მოსახლეობის ნება გამტყდარი არ არის. შეუბრალავია და ბოლომდეა მომართული საბრძოლველად. მე ახლა ვიყავი აღფრთოვანებული ვარ. ახლა დავბრუნდით თესპერა სოფლებიდან მიქავა და ნაკიფი. ადამიანებს არ აბრკოლებთ არაფერი. ადამიანები გამოდიან, ხესმას მიატოვეს საკუთარი მეურნეობა, შემოდგომის საქმეები და ულანთებულების შეხვედრებზე შემოგვიერთდნენ. სასიამოვნოდ მაკვირვებს, საიდან ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება და საიდან ასეთი მხედრული სული. ეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ იცნობს. არადა ეს ხალხი ბოლომდე არიან მომართული გამარჯვებისთვის, ბრძოლებისთვის, მათ აქვთ ისტორიული მეხსიერება, ისინი სულით ისტორიკოსნი არიან, მათ აქვთ გენეტიკაში ჩადებული თავისუფლება და ეს ადამიანები მიქავადან, ამ დიდებული სოფლიდან მინდა გითხრათ, რომ ერთ კარგ ძალიან ეგეთ შინაარსიან ფაქტს ჰქონდა ადგილი ჩვენი საგრებულოს საქმიანობის დროს. ჩვენ ამ სოფელში ჩამოვიყვანეთ თავად იაპონიის ელჩი, რომელმაც ამ სოფლის განვითარების გარკვეული პროექტები საკუთარ პატრონაჟზე აიღო. შემდეგ ეს პროექტი გაჩერდა. რატომ აჩერებს ოცნება წინა ხელისუფლების გაკეთებულ კარგ საქმეებს? მემკვიდრეობითობა და პოლიტიკური კულტურის ძალიან მაღალი კლასია და ჩვენ ყველა იმ პროექტს გავაგრძელებთ, რომელიც თქვენ ხელში დაიწყო, თუ კარგად არის დაპროექტებული და კარგად არის დაწყებული. ჩქალი, ძალიან მნიშვნელოვანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, როგორც სოფელი, რომელიც ქმნის ინტელექტუალურ ამინს, ელექტორალურ ამინს და დღეს ამ სოფელში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სახელმწიფო სტრუქტურები დათარეშობენ სამიზნე და აღებული პედაგოგები, როგორც აზრთა ლიდერები, როგორც ინტელექტუალური ნაწილი და მე როგორც პედაგოგის შვილი ყველა მათგანს თითოეულ პედაგოგს ხარდაჭერას უცხადებ ამ უსამართლობაში და სიმტკიცეს გაძლიერებას, რადგან ეს თარეში მთავრდება ხელისუფლება კომუნისტების ძველი ეპოქიდან 30-იანებიდან და ახლა ნუ გაუტოლებენ ამ რეპრესიებს, იმ რეპრესიებს თავში მასშტაბითაც და სივერაგითაც. არავის არ მიცემ უფლებას ამ სოფელს უდიერად მოექცეს. ძალიან ამაყი სოფლის მუჟავას მკვიდრნო. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ ყველა ადამიანთან ჩვენი სიმართლის მიტანას. მუჟავა ის სოფელია, სადაც ხელისუფლების ზეწოლის გამო ადგილობრივმა კანდიდატმა თავი მოიხსნა. ეს შეჰკადრეს ამ სოფელსაც და ამ სოფელში ტარდება დღესდღეობით არჩევნები, რომელიც არის რუსული მოდელი, მხოლოდ ერთი კანდიდატის არჩევნები. ასმას პირველი ტურის არჩევნები. ეს არჩევნები, რომლებიც სოფლისთვის სირცხვილის არჩევნებად, არჩევანად შექმნა ხელისუფლება, ჩვენ უნდა გადავაქციოთ ღირსების არჩევანად. აი ეს ღირსების არჩევანი იქნება ღირსეული პასუხი ხელისუფლების უგვან მიდგომებზე. მათ ადამიანის თავისუფლება არაფრად არ მიაჩნიათ, მაგრამ ჩვენ ადამიანსაც დავაბრუნებთ პოლიტიკურ ასპარეზზე და კონვერტირებული ხმა ხუთთან იქნება ჩვენი ნებისყოფის, ჩვენი გაუტეხლობის გამოხატულება. და დადგა ისტორიული გამარჯვების დღე. დღე, როდესაც მთელ საქართველოში ერთადერთმა ოპოზიციური პარტიის მერმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებას მოყვა უამრავი პოზიტიურად თუ არაპოზიტიურად განწყობილი ტელევიზიების და ჟურნალისტების გია ხარჩილავას პერსონით დაინტერესება. ხელისუფლებამ არ დაიშურა არაფერი, მან გახარჯა ყველა ვაზნა, მან ადამიანზე ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, კანდიდატების მოხსნა. აი საოკუპაციო გამშვების საზღვრიდან მხოლოდ საკუთარი სელექცირებული მხარდაჭერის გადმოშვება, რითაც საერთოდ სახელმწიფოებრივი ღალატის ტოლფასი აზროვნება ამჟღავნა და ოკუპანტ ბჟანიას ხელისუფლებასთან საარჩევნო თანამშრომლობა დააფიქსირა და გააფორმა. ადამიანებს უხდებოდათ რეპრესიულ კარიდორებში გავლა, სადაც მეურნეს ჩვენს მოქალაქეს ხვდებოდათ ხელისუფლებასთან მიტმასდილი გაუგებარი ადამიანები. ხვდებოდათ იმისთვის, რომ ოჯახიდან 5-მდე მათი გადაწყვეტილება შეეცვალათ, მათი საარჩევნო ნება გაეტეხათ. რიგდებოდა ფული, ნარკოტიკები, აი 90-იანი წლების დროში გვამოგზაურა ამ არჩევნებით ქართულმა ოცნებამ. თემმა პიროვნულმა გავლილმა ცხოვრებამ, რომელიც ამ ქალაქში დაიხარჯა, უამრავი მოსწავლის აღზრდელი ვარ.
ჩემი მოსწავლეები, სპორტსმენები ჩემს გვერდი ჯარისკაცებად იქცნენ. მედიის თავგანწირულმა თანადგომამ, რომლებიც კამერით იბრძოდნენ ქუჩა და დარღვევებზე ოპერატიულად უკან მიყვებოდნენ რათა ჯაჭვი ჩაეწყვიტათ და ჩვენ ჩავწყვიტეთ ეს ჯაჭვი. ჩვენ რეპრესიული სცენარი, რომელიც დადო წინასწარ ხელისუფლებამ, გამარჯვების სცენარად გადავაქციეთ და ამხელა უპირატესობის, ამხელა მორალური განწყობის, ამხელა პატრიოტული განწყობების შინაარსების და გაუტეხლობის გადალახვა ამ რეპრესიამ, ამ ოლიგარქიამ ვერ შეძლო და ამაზე გადის სწორედ პოლიტიკური უტეხობის, მოქალაქეობრივი უტეხობის ზღვარიც და შედეგიც. ეს გახლავთ მთელი ისტორია წალენჯიხის სინამდვილეში. ჩემს სტუდიაში გიმასპინძლოთ და უფრო მეტი ვილაპარაკოთ სამწუხაროდ ახლა კონტაქტი არის ცუდი. ცუდადაც არ უნდა ისმოდეს ახლა ჩემი ხმა, მაინც უნდა გავაგონო ვაჟასეული მთიდან ყვირილი ხარისა. რადგან ოლიგარქიისთვის ხელისუფლების წართმევა და სახელმწიფოსთვის და მოქალაქესთვის დაბრუნება უკვე პირად თავდადებებს და თავგანწირვებს, პირად კონტექსტებს, პირად გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეხლა იცით რომელ ქალაქში ვართ? მთელ საქართველოს ბოლო ერთი კვირა პირზე რო აკერია. ამ დროს იყო დრო? ეხლა იცით რომელ ქალაქში ვართ? მთელ საქართველოს ბოლო ერთი კვირა პირზე რო აკერია. ამ დროს იყო დრო? ამიდის პროგნოზის ჩამონათვალშიც არ იყო ეს ქალაქი. მე-17 სართული აი ამ ქალაქზე, წალენჯიხაზე გიყვებათ. ანუ გრანომი წალენჯიხ, არ შეცვლილი წალენჯიხ, ანუ გრანომი წალენჯიხ, ანუ მარადიულობა და წალენჯიხ, ანუ ტერენდი და გრანომი, ანუ გრანომი და წალენჯიხ, ანუ წალენჯიხა და ტერენდი. მიმიხვდით? საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდს რო გადავავლოთ თვალი, გამოდის რომ წალენჯიხას ყოველთვის რაღაცნაირი ესეთი საკვანძო როლი ჰქონდა ამ ისტორიაში. პირველი რაც მახსენდება ეს არის 1992 წელი, როდესაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ რამდენჯერმე დაარბიეს სამეგრელო. აი ამ დარბევებიდან ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო წალენჯიხამ და მაშინ მე მახსოვს რომ ესეთი ძველი ვიდეოკასეტები იყო, VHS ტიპის კასეტები, სადაც წალენჯიხის ტრაგედია იყო ჩაწერილი და ბოლომდე ვერც კი გაუძელი აი ამ ფირის ნახვას. ისეთი მძიმე იყო. კიდევ ერთი ისტორიული მომენტი იყო, როდესაც აი ამ წალენჯიხის ტყეებს ახსოვდა და ახსოვს ალბათ ახლაც პირველი დევნილი პრეზიდენტი, რომელიც სადღაც აი გაუკვალავი ბილიკებით დადიოდა და მიდიოდა სადღაც მარადისობისაკენ. რა თქმა უნდა ვარდების რევოლუცია და რა თქმა უნდა ეს ცნობილი ავტობუსი, რომელიც აქედან დაიძრა და მთელი დასავლეთის კოლონა წამოიყვანა თბილისზე და ეს ბოლო მომენტი, რომ ვიღაცისთვის მთელმა საქართველომ წააგო და გაიმარჯვა მხოლოდ წალენჯიხა და ვიღაცისთვის პირიქით მოხდა მთელმა საქართველომ მოიგო და წააგო წალენჯიხა. ანუ იმის და მიხედვით რომელი პოლიტიკური ასე ვთქვათ სიმპათია გვაქვს რა პოლიტიკური პარტიების მიხედვით, აი ამის მიხედვით არის ეს გამარჯვება წაგების თემა. გამარჯობთ. იბოცავთ. მოდით, მე მგონი იქით რო გავიდეთ შეუძლია. როგორც მითხრეს, აი იმ სკვერში ალბათ აჯობებს ჩაწერა. ბატონ გიორგი საქართველოს ძალიან დიდი იმედით და ინტერესით უყურებს წალენჯიხას და აი ეს შედეგი, რომელიც ამ ქალაქმა დადო. აი შედეგი რა ფორმულა იყო და როგორ უნდა ითარგმნოს ეს შედეგი დანარჩენ საქართველოს. ადამიანი ხმის მისაცემად კორიდორებს გადიოდა, რათა საკუთარი ოჯახიდან საარჩევნო ყუთამდე განწყობები შეეცვალა. და ასეთი ერთი ადამიანი, რომელმაც განწყობა არ შეცვალა, წალენჯიხაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი. როგორიც იყო ვარდების რევოლუციის დროს ძალიან ბევრი და როგორიც იყო 90-იანებში, როცა სამოქალაქო ომის მთელი სიმძიმე ამ პატარა ქალაქმა საკუთარ მხრებზე იტვირთა და დროში გაუტეხელი გამოვიდა ამ ქარტეხილებიდან.
ანუ ტიპაჟი ცხოვრობს. თისპირა კოლხი კაცის ტიპაჟი ცხოვრობს, განსხვავებული ტიპაჟი, რომელსაც სისტემა ვერ მოქმედებს და აი ამ მიდგომებშია ყველაფერი ამოსავალი წერტილი, ამიტომ მადლობას ვეუბნებიან ადამიანებს. რაღაც დიდი წლის მერე ყოველთვის ჩემ ქალაქს უბრუნდებოდი, ანუ სამოქალაქო ომის პერიოდში კალიფორნიიდან ჩამოვედი, იმიტომ რომ ვერ გავჩერდი. მე დარწმუნებული ვარ, გეუბნებით, აი ძალიან ბევრმა იმ ადამიანმაც მომცა ხმა, რომელიც ხელისუფლებას ეგონა რომ დაამუშავა, რომ გადაწყვეტილება უკვე ნება წართვა, მაგრამ იმდენად ახლო არის ჩემთვის ეს ქალაქი. ყოველ დღე სოციალურ ქსელებში ახალი ინიციატივები ხდება, საერთაშორისო ორგანიზაციების, ვიღაცას ოფისის გახსნა უნდა, ვიღაცას დემოკრატიის გახსნა უნდა, ვიღაცას უნდა ჰაბი გავხდეთ დემოკრატიის, ანუ ეს კულტურაც თვითონ ფილისელი იწვევს ბინები რაღის და სხვათა შორის რაღაც ახალი ტრენდია, რაღაც მიმართულება. ვინმე სახლს რომ ყიდდეს წალენჯიხაში. არა ხო? მოხედავთ. გაძვირდა წალენჯიხაში სახლები. გამარჯობა ბებო. აქ გვინდა გადმოსვლა და რაღის სახლები. გამარჯობა. როგორ ხართ? ყარიცით ვინმე სახლს რომ ყიდდეს წალენჯიხაში. არა. აი ამ ბედნიერი ხალხი. იქ გაიმარჯვეს თვითონ ხოცებმა და ყველა უბედურია, ყველა ტრაგიკულია. და აქ ნახეთ როგორ არის, ყველა ბედნიერია, ყველა გახარებულია. ასია როცა ნამდვილი გამარჯვებული სულის ყვეთება. ილაცაკ. აი რა ორმა ოჯახმა გვითხრა, აქეთ იყიდება ზარქუების სახლი. მამისმა უჯერა ყვიდია თქვა და არის მის მასშტაბით მიეწოდოს და მინდა თავისუფლების თქო თელმა ქვეყანას მიგრძნოს და ადამიანმა საკუთარი წილი ძალაუფლება დაიბრუნოს, რაც წართმეული გვაქვს დღეს. თავისუფლება ვინც შეიგრძნო, იმისთვის ადვილია თავისუფლებისთვის თავგანწერვა. აი თუ არა გაქვს მაგას ვერც დაკარგავ და მისთვის ვერც გაწირავ თავს. მთელი ქალაქი, აი ეს ცენტრი, ბაზარი, მთლიანად არის გადალურჯებული ოცნების კანდიდატის პლაკატებით. და მართლა სამთლით საზებარია ოპოზიციის კანდიდატის ბანერების პოვნა. ბანერი არც არის, რამდენიმე პლაკატი შემოხვდა. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, როდესაც მიდიხართ უკვე აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიებისაკენ, იმ სოფელში აი ეს ლურჯი ფერი საერთოდ აღარ არის. ორი ნაბიჯი როა დარჩენილი აფხაზეთის ბლოკპოსტამდე. იქ აი თითქოს რაღაცნაირად დემონსტრაციულად კიდია გია ხარჩილავას პლაკატი. და ის ტერიტორია, რომელიც ასევე საქართველოსია, მაგრამ უკვე შენი კონტროლირებადი არ არის, ის ტერიტორია უყურებს აი ამ პლაკატს. დღეს უკვე გამარჯვებული მერის პლაკატს. თენით ისეთი რაც სხვაგან ვერ მოხერხდა რომ ეს ხალხი არიან უმაღლესი ხარისხის პატრიოტები. ესე იგი დაშინებიდან, ტერორიდან გამოაღწიეს, არ გავიდა აქ, ვერაფერმა ვერ გაჭრა. ესე იგი ადამიანები გამოდიოდნენ, მოდიოდნენ, თანამებრძოლობდნენ, ბრძოლაში მომყებოდნენ, რა საოცრებები ხდებოდა. რამდენი ხმა გაგიბათილეს? ჩვენ შიგნითაც ვიომეთ, გარეთაც ვიომეთ. აი გეუბნებით, სპორტულ თემატიკას წამოვწიეთ, იმიტომ რომ 200-ზე მეტი ბავშვი მყავს გაზრდილი. ახალგაზრდა სპორტიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ომის პერიოდში პატრულიებდი როგორც სამოქალაქო პირი და ეს ოჯახები ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლა დგას ჩვენი ურთიერთობები, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ესენი მე მხედავდნენ მათ გვერდით. მე დარწმუნებული ვარ, ოცნების სამმართველის გარკვეულმა ნაწილმაც მე რეფორმატორული მოღვაწეობა თვითმმართველობაშიც ვაკავშირებს აქ ამ შენობასთან. აქ რასაც ნახავთ ახლა რომ დავივლით, ჩემი ხელი ატყვია ყველაფერში ამ ქალაქს. ხალხი უბრალოდ გლეხი ჩვენი მოქალაქე სანამ მეურნეო სამეურნეო თემიდან მეურნეო და ყანან ტყილნარიდან გამოდიოდა და ყუთთან მიდიოდა იქვე ხდებოდა ცოცხალი პრესიდან ზეწოლა მათზე. და ის ადამიანი აღმოჩნდა სისტემაზე ძლიერი. ჩვენ გადმოდივართ წალენჯიხაში, ხალხნო. ყველანი მოვდივართ წალენჯიხაში, მაგრამ წალენჯიხის აქაურებით ნაირები ხო ვერ გავხდებით. ეს არის ამათი მებრძოლის სული, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ რაღაცნაირად. დღეს, როდესაც ამ წარწერას უყურავთ, გვეღიმება და ვამბობთ, ჩვენც გვიყვართ წალენჯიხა. მაგრამ ოპოზიციური ტელევიზიების მძაფრი აგრესიის და ბულინგის ფონზე დაიწყო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება წალენჯიხაში. პირველ კლასელთა კვებით უზრუნველყოფა, აუტიზმის ცენტრი, სოციალური კომისიის ინტერპარტიული დაგეგმარება, სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირება, ღონისძიებები გალელი ბავშვებისთვის, მუნიციპალური დღესასწაულის ჩატარება, გრანელობის ჩატარება, ახალგაზრდების ჩართვით აკადემიური წიგნების გამოცემა, საერთაშორისო კონფერენცია,
საეკლესიო დღესასწაული ტაძრის 1000-წლოვანი იუბილე. ივენტუსის აკადემიის გახსნა, IT აკადემიის გახსნა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სტუდენტური დღეები და ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამები. ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება იყო წიგნის ფესტივალი, სადაც მოიწვიეს უახლესი გამოცემების ქართული მწერლობა იმეორებს თერგდალეულთა ტრადიციებს, რადგან ჩანს, რომ მისი კონტროლი შეუძლებელია და ამ მწერლობაში, მათ ტექსტებში, მათ სიღრმეებში დევს თავისუფალი სული და სად უნდა შედგეს ეს ფესტივალი თუ არა წალენჯიხაში, ყველაზე თავისუფალ საზოგადოებაში პოსტსაბჭოთა ტურვა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ხელოვნების ფესტივალი, თეატრისა და მუსიკალური ცენტრის პროექტები, IT სკოლა, საცხენოსნო ტურიზმი, საერთაშორისო საფეხბურთო კლუბის ტურნირი, იუვენტუსის ბავშვთა აკადემია. ეს არის ნაწილი 12 პუნქტიანი ჩამონათვალისა, რომელიც წალენჯიხის მერმა და მისმა მოადგილემ წარადგინეს. წალენჯიხაში იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია იხსნება. ხელშეკრულებას ტურინში მოეწერა დღეს ხელი. პროექტის ინიციატორი პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. ასევე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე. ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას აკადემია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული საფეხბურთო გრანდის ტურინის იუვენტუსის ნაწილი იქნება და ახალ თაობასაც ყველაზე უფრო კვალიფიციური მწვრთნელები მოამზადებენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. სულ 90 აკადემია მსოფლიოში და წალენჯიხა ხდება ამ ქსელის ერთ-ერთი იქნება გადმოტანილი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გენეტიკა ხელს უწყობს მთისპირა სამეგრელოს გენეტიკა, ამ კომბინაციით ძალიან ბევრ ხვიჩას მივიღებთ. ამ მიერიდან თუ წალენჯიხის ქუჩებში ნახავთ ბავშვებს იუვენტუსის ფორმით, ეს რეალობაა. ანუ ისინი წარმოადგენენ იუვენტუსის სკოლას. აკადემია გაიხსნა, სადაც წვრთნებს იტალიიდან ჩამოყვანილი და ასევე ადგილობრივი სპეციალისტები ჩაატარებენ მათ გადამზადება იტალიაში, იუვენტუსის კლუბში გაიარეს. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდნენ პატარა კაცები იუვენტუსის ფორმით. ფეხბურთის გარდა არაფერი არ ვიცი. მე ყოველთვის ივli ფეხბურთს და არასდროს არ გავაცნობ. სოდნით ეს ბავშვები შექმნიან მომავალ ლეგენდებს, აიზრდებიან მომავალი კვარაცხელიები და წალენჯიხა ისევე იცხოვრებს ფეხბურთის ცხოვრებით, როგორც იტალიური ქალაქები დღეს ცხოვრობენ. ხაში 580 მოზარდზე გათვლილი კამპუსის გახსნა იგეგმება, სადაც მე-6-დან მე-12 კლასამდე მოსწავლეები ქართულ და ინგლისურ ენაზე ისწავლიან. საერთაშორისო კამპუსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. უნიკალური სკოლა, IT სკოლა, რომელიც სრულ ციკლს გულისხმობს, ანუ სელექცია მოხდა და პირველი გამოშვება შედგა, მაგრამ ნახეთ, წარჩინებულები უკვე საქმდებიან TBC ბანკის სისტემაში. ანუ იმხელა мотивация აქვს ამ ახალგაზრდებს. ახლა მეორე გამოშვებას ვიტყვი ამაზე, ანუ მეორე ესე იგი მეორეც უკვე ძალიან წარმატებული ბავშვები ყავს, ახალგაზრდები ყავს და мотивაციას, ანუ ეს რას ნიშნავს? ამათ არ ემუქრებათ მიგრაცია. მათ შეუძლიათ მაღალანაზღაურებადი სამსახური მოიპოვონ სოფლიო წამყვან კომპანიებში საქართველოსდან გაუსულელად. ამ ხარისხის განათლება, ანუ დამკვიდრების, ადგილზე დამკვიდრების, გამაგრების ამ მიგრაციის, რომელიც კატასტროფაა საქართველოსთვის. დღეს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა წალენჯიხაში, ჩვენი ბავშვები ჩავლენ ევროპაში, ანუ თქვენ უნდა მათზე მეტი გააკეთოთ ყველაფერი. რადგან ყველაზე მაგარი ტიპები გამოვიდა. ამიტომ ჩამომართეთ ახლა შენი და აბა განწყობა არის დიდებული. ეს ბავშვები არიან აფხაზეთიდან, საბერიოდან, ყველაფერს მიაღწევენ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ აქვე შორი ახლო წალენჯიხაში იუვენტუსის გუნდი ფუნქციონირებს, აქვე იზრდებიან მათი თანატოლები და მათთან კონკურენციაში მათგანაც გამოვა ბევრი ტრეზეგე და ბევრი ხვიჩი. და ეს ისტორია დაიწყო აქედან. წალენჯიხის გამარჯვებამ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში განაპირობა წარმატებული ბიზნესების, ადამიანების, მოდელების ხედვის მიტყრობას წალენჯიხისკენ იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება ალტრუისტობა დღევანდელ ეპოქაში, როგორ შეიძლება იმ სახის ქველმოქმედება, რომელსაც ამონაგები არ აქვს მათი გაგებით. და ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკაში სიტყვაც ითქმება და პოლიტიკაში სიტყვაც კეთდება.
მაგრამ თუ წვნელი კარგი გყავთ, თუ თქვენ მეტი ივარჯიშეთ, შედეგს აუცილებლად დადეთ, მაგრამ ეს ყველაფერი აი რა გითხრათ, ჩაგეყრება წყალში თუ მობილიზებული არ ახარ და თუ მოგებისთვის არ მიდიხარ და თქვენ თავს არ ყადროთ, რომ ვიღაცაზე სუსტი ხარ და ვიღაცას თქვენზე მეტი შეუძლიათ. თუ ვიღაცას შეუძლიათ, თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ. აი ამ განწყობით რომ გახვალთ, დახტომის გამოგივათ, ჩაწოდებას გამოგივათ, დარტყმაც გამოგივათ და ასე შემდეგ. ეს არის თქვენი თვით ორგანიზების და თვით მობილიზებიდან გამომდინარე. ასე რომ მივდივართ გასამარჯვებლად და მეც მოყვებით საგულშემატკივროდ. სტიქიასთან ბრძოლა კი წალენჯიხისთვის მარადიულ თანდევად იქცა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, შესაკეთებელი სახლები, გამუდმებით მოვარდნილი ღვარცოფები, წაღებული ხიდები. ყველაფერი ეს ერთიანად დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან. ლოკაცია, სადაც პოლიტიკურად კეკუცობენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. არ შეიძლება ეგრე. სტიქიასთან მიმართებაში საერთო გასაჭირია ეს და არ შეიძლება ამის პარტიულ კონიუნქტურაში მოქცევა. ამიტომ მოგიწოდებთ გიორგი ხარჩილავა პირდაპირ არჩეული მერი რომ ეს არის იმდენად დიდი ამბავი რომ პოლიტიკაში არ მოაქციოთ. ძვირფასო წალენჯიხელი, ჩვენ ახლა ვართ წალენჯიხის ცხვარაღმართზე. ეს არის გზა, რომელსაც ეკლესიისგან მივყავართ. აქედან პირდაპირი მანძილი სამრეკლომდე არის 70 მეტრი და თანდათანობით ეს მეწყერი უახლოვდებოდა ჩვენს უძვირფასეს საგანძურს წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიას. წალენჯიხისთვის ეს მასშტაბური ნაგებობა გამოხატავს იმას, რომ ჩვენ სწორი სტრატეგია გვაქვს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საფრთხეები აღმოფხვრილი იქნება. საგვარეულო სასაფლაოები თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, რომ ეკლესიის ირგვლივ იყვრება და ამ შემთხვევაში ერთნაირად დაცულია როგორც ტაძარი, ასევე სასაფლაოები. ახლა იმ წრაზე ვიმყოფებით, ეს მდინარე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა წყალდიდობის დროს და მან ამ სოფელს ათეულობით 1000 ლარის ზიანი მიაყენა და მშენებლობები ყველგან დაწყებულია და ყველგან მონიშნულ დროში დამთავრდება. ჯაღრაში ამ თისპირა უბნებს ტრადიციულად უგზოობის ძლიერი მძაფრი პრობლემა აწუხებთ. ამ გზაზე მდინარის ხიდი არის დაზიანებული და მისი აღდგენა გახლავთ საშურო და აუცილებელი, რადგან ეს პროექტი საერთოდ ზოგადად განხორციელდეს. ამიტომ პროექტი დაიყო ეტაპებად და საბოლოო ჯამში სოფელი მიიღებს გამართულ საგზაო ინფრასტრუქტურას. ხიდის სამუშაოები დაიწყება როგორც გითხარით 20 დღეში. ის პირველადი შემოტევისგან. სამუშაოები დამთავრდება ოქტომბრის თვეში და მიიღებს სოფელი იმ სიმყარის კონსტრუქციას, რომელიც აი მართლა ფიგურალურად არ გეუბნებით ხატოვნად. თავარი არის მუნიციპალიტეტს პულსზე, აი პირველი რიგის მოსახლეობის გაჭირვებებზე კონდეს რეაგირება. ასე სოფელს გახავთ 11 საუკუნის სალოცავი, რომელიც ამუკა კვარაცხელიას ინიციატივით, რომლის აღდგენას დაიწყო ამუკა კვარაცხელიას ინიციატივით, ეს აუდრომელი კაცია, აუსვენარი კაცია, იდეების კაცია, მან აიყოლია მეგობრები, ფინანსური წრეები, აიყოლია სოფლის მოსახლეობა, მერია ჩვეული ენერგია და გულისხმიერებით გვერდში დაუდგა ამ პროექტს და დაუდგა არა მხოლოდ ფინანსური ეკონომიკური თვალსაზრისით, დაუდგა ფიზიკური შრომით. თქვენ გახსოვთ აქ შაბათობები, როცა მოსახლეობა თვითონ მუშაობდა, ჩვენ ერთად ვიყავით ყველანი ამ პროექტში ჩართული. განვიხილეთ ძალიან საინტერესო საკითხი. საკითხი ეხება წალენჯიხის მარგალიტს, ტურიზმის მთავარ თემას, ტურიზმის ამოსავალ წერტილს წალენჯიხაში, ტოლოვარსკოს. ბატონი დემორუბილავას და ბატონი ჟურაბ-სამუხიას ინიციატივა მიგნება სწორად დასმული საკითხი გახლდათ ახალი მარშრუტის გახსნა და ფორმირება ხოკოდან, რომელიც ტურისტისთვის გაცილებით ადვილია გასავლელად და ამასთან ძალიან დატვირთულია თვალსაჩინო ხედებით, ფოტოტურიზმის მოთხოვნით, წაფრის დაბეჭდილებებით. არის ჯგალის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული უბანი, კონკრეტულად ეს გზა მიდის უძველესი ციხე ნაქალაქარისკენ, რომელიც ეგრისის სამეფოს სიღრმეებში და ისტორიაში ოვებს სათავეს. სოფლთან დავიწყეთ ჩვენ არქეოლოგიური სამუშაოები
ესალის ციხეზე, რომელმაც პირველადი თვალსაჩინო შედეგები გვაჩვენა, წელსაც გრძელდება ეს პროექტი, ანუ არქეოლოგიური სამუშაოები ლესალის ციხეზე და ყველა მოლოდინი გვაქვს იმისთვის, რომ ამ ციხე მიიპყროს ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ტურიზმის მოყვარულთა ცხელი ყურადღება. წალენჯიხაში კეთდება და გაკეთდება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე წინასაარჩევნოდ შემეძლო მეთქვა. წალენჯიხას ყავს ღირსეული მეგობრები და ჩვენ დღეს ახლა ვიმყოფებით ყოფილ 26 მაისის სახელობის კოლმეურნეობის შენობაში და გადავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, გადავსდება მანანდატო იჯახიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, გადავსდება IT აკადემია და ეს შენობა, ეს სივრცე მთლიანად გახდება კულტურის და ხელოვნების ჰაბი. მე მინდა მადლიერებით უთხრა მამუკა ხაზარაძეს შემდეგი სიტყვები, რომ მისი სიტყვა არის სიტყვა. წალენჯიხის მერი გია ხარშილავა, რომელიც პირდაპირ წალენჯიხიდან ჩამოვიდა დღევანდელი დღისთვის. ბატონო გია, თქვენ სახეზე აღენიშნებათ გარკვეულ სახის დაზიანებები, რომ გითხრათ აი ეს ფორმა, რომელი ფორმითაც ხდება ახლა აქციის დაშლა, რამდენად მიზანშეწონილია. ძალადობრივი მეთოდით დაშლა მოითხოვს ძალიან დიდ დაკვირვებას და ძალიან დიდ გააზრებას ქმნით თუ არა ჩვენ აქციის მონაწილეების საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისათვის. და თქვენ თუ დააგვიარდებით, ეს არის მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანი თვით გამოხატვა და ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ისინი გასული არიან ყოველგვარი საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, გასული არიან კონსტიტუციიდან. ჩვენ უნდა გავიდეთ ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, ჩვენს მოედნებში, ჩვენს სკვერებში, რათა შემდგომ ერთად დაუბრუნდეთ დედაქალაქს, ერთად დაუბრუნდეთ რუსთაველს, ყველაზე დიდ დარბაზობას, სადაც ყოველთვის გადამწყდარა სამომავლო საქართველოს ბედი. ერთობა ილია ჭავჭავაძის საავტორო სიტყვა, ჩვენი ახალგაზრდების საავტორო სიტყვა და ჩვენი თაობა მე 9 აპრილელი ვარ, იმ აპრილიანელი ვარ. ჩვენი თაობა ფარად უნდა ჩაუდგეს სპეც დანიშნულების რაზმებს და ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი ვარი, ჩვენი მამობრივი ვარი, ჩვენი ქართული ვარი და აქედან, ამ მოედნიდან, ჩვენი ქუჩებიდან ჩვენ უნდა შემოვძახოთ. აბა, ულა! ყველაზე შეუგუებელი რეგიონიდან, სამეგრელოდან და მათ შორის შეუგუებელთა შორის შეუგუებელიდან, წალენჯიხის რაიონიდან. როგორც გამარჯვების სიმბოლოდან და ახალი გამარჯვებების საწყისიდან. უარს ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობის ისტორიაზე მთელი თავისი დრამატიზმებით, სისხლში ჩახშობილი აჯანყებებით, გადაღებილი ტაძრებით, დახვრეტილი პოეტებით, მწერლებით, ინტელიგენციით, ტექნიკური ინტელიგენციით, სამხედრო ინტელიგენციით ვერ დაგვაჩოქეს, ვერ გაგვანადგურეს და დღეს ეს აქტი, რუსული კანონის აქტი არის სადამსჯელო. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. დიახ, ვაჟასეულად განვიცდით, რომ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვკარგავთ მეგობრებს, ვკარგავთ კეთილდღეობას, ვკარგავთ თავისუფლებას და სად თუ არა აქ ანაკლიაში თვალდათლივ ჩანს სახელმწიფოს დეგრადირება, სადაც თვალმწარტაცი ტურისტულად განვითარებული კურორტის ნაცვლად მივიღეთ გაჩანაგებული სანაპირო, სადაც უნდა აშენებული იყო ანაკლია, როგორც ახალი იდეა, როგორც დიადი იდეა, როგორც აზრი და ერთობა აფხაზეთთან, ჩვენ ძმებთან ერთობა, საქართველოს გამთლიანების ერთობა, რომელიც ეპოქას გაუძლებდა, რომელიც დროში დარჩებოდა და იმ იდეის დეგრადირებით, ამ იდეის დეგრადირებით ქართული ოცნება მთლიანად ქართულ იდეას სპობს, ამ იდეას დიად იდეას ყავდა თავისი არქიტექტორი და ხავს. ის გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი და დამფუძნებელი მამა.
სიკვდილ ხარ მართალი. მთელი სამყარო, მთელი ცივილიზებული სამყარო ერთ მხარეს და რუსეთის იმპერია უკანასკნელ დღეებში, უკანასკნელ წუთებში მეორე მხარეს როგორც სიკვდილი დაბოროდება, მაგრამ ჩვენ ყავს ხელისუფალი, რომელიც ჩვენ პარტიის იმ მხარეს ვეზიდება. ისე ჩამოსახულებ ერებს, რომელმაც თავდაპირველი იდენტობა შეინარჩუნა, როგორც ქართველმა ერმა, როგორც ეს აქ მოვიდა ამ დარბაზამდე, ამ ჯვარის დარბაზამდე და როგორც ეს ბავშვები გამოხატავენ ისტორიის უწყვეტობას, ამიტომ ყველაზე დიდი მილოცვა, ყველაზე დიდი შვიდიათი არის ფოლკლორის გაცილება და ფოლკლორის შეხვედრა, როგორც ენის უწყვეტობა, როგორც იდენტობის უწყვეტობა და როგორც კულტურის უწყვეტობა. მივესალმოთ ერთადერთ ოპოზიციონერ მერს საქართველოში. წალენჯიხის მერი ბატონი გია ხარჩილოვა. Вітаємо. გამარჯობა და გამარჯვება. კავკასიიდან მონაბერი თავისუფლების სურნელით. ამ სიტყვებით იწყება უკრაინის ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიის ფიცი, რომელიც არმიამ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მიიღო და ამ ფიცის ქვეშ იბრძოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაუძლო მეორე მსოფლიო ომის ქართახილებს და 10 წლის შემდეგ 55 წლამდე წინააღმდეგობას სწავდა მსოფლიოში უპროტესი არმიის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ როგორც ერები, როგორც თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც არ ტყდებით, არ ვეგუებით და დღეს კიევი, რომელმაც მიიღო არჩევანი შვიდობას და თავისუფლებას შორის და ამ გადაწყვეტილების მიღების მერე წლის თავზე უკრაინა დგას, კიევი დგას, დემოკრატია დგას, თავისუფლება დგას და დღეს კიევის ქუჩებში დადიან თავისუფალი სამყაროს ლიდერები. Comme un chemin de ronde que font sans cesse les heures, le voyage autour dans sa fleur fait tourner de ton nom. Люди, я вода. მეგობრებო, მოგესალმებით, თუ რამდენი ხუთი დაუძინოს აგრების დინი, ვწოლებთ ევროპისთვის, ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპა, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა კი უფრო მშვიდად გეტყვით, რომ პერეტობა წალენჯიხის დღესასწაულია, 4 წელია ეს დღესასწაული ტარდება და ამ დღესასწაულის დამაარსებელი არის კაცი, ვინც წალენჯიხაში განსხვავებული რეალობა მოიტანა კოალიცია, რომელიც გულისხმობს მისი აღმატებულება ხალხი. ვისაუბრებ, იმიტომ რომ ესეთი გამარჯვების მოტანა მარტივი კი არა შეუძლებელი იყო, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გიორგის გამოარჩევდა ის, რომ ძალიან ქარიზმატული იყო, არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაგანადაც, აი ხმით დაწყებული, ხო? აი ესეთი მომუნუსხველი ხმა ქონდა, მომუნუსხველი გარეგნობა ქონდა და აი ეს იმდენად ერთმანეთში ჰარმონიულად იყო, რომ მას შეეძლო მასების აყოლიება. ეს არის გამორჩეული ნიჭი. მე სიტყვათა მარაგი, ამას აქვს მნიშვნელობა, ის არ ეძებდა სიტყვებს, ის მისი სიტყვები იმდენად მხატვრული იყო, მაგრამ არ იყო მოწყვეტილი აი ამ ყოველდღიურ ყოფას, რომ
რომ ახდენდა აბსოლუტურ ზემოქმედებას. აი რაღაცა მას ჰქონდა მომნუსხველობა აი სწორედ აი ამ ხმაში, აი ამ სიტყვებში და აი ეს გიპნოზირების უნარი მას ჰქონდა ძალიან დიდი დოზით და ნუ აი ეს კარგად ჩანდა ეს პატრიოტიზმი, აი ეს რაღაც სილაღე, აი ეს სისუფთავე შინაგანი და აი ეს ტრადიციები, რომლითაც ჩვენი კუთხე და ზოგადად საქართველოს გამოიყოფა. ანუ ყველაფერი იყო მასში საიმისოდ, რომ ის ყოფილიყო ლიდერი, თუმცა ლიდერის ცხოვრება მარტივი არ არის. იყო ერთადერთი პიროვნება, ვინც შევარდნაძის დროს ოპოზიციაში მყოფმა გაიმარჯვა, გაამარცხა სახელმწიფო მანქანა და მეორედ უკვე 21 წელს არჩევნებს. პარტიას ჰქონდა თავისი ოფისი და გიამ ცალკე შტაბი შევქმნით, სადაც სულ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით. გია, თავად გია, ცხონებული ელგუჯა მესხია, მე, ანი ხარჩილავა და ამ ალბერტ ჭანია და ამ ადამიანებმა დავიწყეთ ფიქრი თუ რა მიმართულებით და როგორ გვემუშავა ხალხთან. თითოეულ ოჯახთან მივედი, თითოეულ ოჯახს დაველაპარაკეთ, ყველას შევხვდი, გია ყველასთან მივიდა და შესაბამისად გაუჩინა ხალხს რწმენა იმისა, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ზუსტად ამ რწმენიდან გამომდინარე ხალხმა გიას მხარი დაუჭირა. წალენჯიხელი ოჯახის მეგობარი. მას ძალიან უყვარდა წალენჯიხა და წალენჯიხელი. მისი ნაზრევი, მისი ნაფიქრალი წალენჯიხას ყველგან ეთყობა. საითაც არ უნდა გაიხედო, გიას ნაფიქრალი და ნაზრევია. დღეს გრანელობაა წალენჯიხაში. ესეც გიას იდეა იყო, რომელიც მან 2009-ში განახორციელა. სადაც არ უნდა გაიხედო, საითგანაც არ უნდა გაიხედო, ყველგან გიას ხელი და გიას ნაფიქრალი ატყვია. შესაბამისად, გია ყველგან არის. გია წალენჯიხაშია. ტრადიცია ამ ქალაქში დაამკვიდრა სულ ნათელმა და სულ ნათმა გიახარჯა. მისი ბევრი საქმე იმეთყველებს მასზე და მეტყველებს მასზე და ისეთი საქმეები აქვს გიას ნაკეთები, რომლებიც წლებს, 10 წლებს გავუწევთ. ხსოვნ არ დავიწყებ ჩემს მეგობარს და წალენჯიხას მერს გიახარჯა. პოლიტიკაში რომც არ წასულიყო, ნებისმიერ სფეროში შეეძლო ამ პიროვნებას თვითრეალიზაცია. ეს იყო სულ სხვა მასშტაბის ადამიანი. ინტელექტუალი, შემოქმედი, მარტო ერთი აი ტერენტი გრანელისის სულ სხვა რაკურსით დაგვანახა ხო მისი შემოქმედება და ახლა ტერენტის შემოქმედება ისედაც უცხო არ იყო, მაგრამ მაინც სულ სხვა შტრიხი შეიტანა და ასე ვთქვათ სულ სხვა კუთხით გაგვაცნო ტერენტიც და იმ კაცთან ისეთი მოწიწება ჰქონდა მიუხედავად იმისა მე ასაკით უფროსი ვიყავი და ამას ის ყოველთვის ხას უსვამდა და ყოველთვის რაღაცნაირად აქეთაც მოწიწებით და რას გეძახთათ ხოლმე რას გეძახთათ ლეგენდარული დირექტორია და მე ხუმრობით ვეწოდი ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია თქვა და მაგრამ ადამიანის დაფასებაც იცოდა როგორც თვითონ იყო ბუმბერაზი პიროვნება ყველას ადეკვატურად აფასებდა სიცოცხლეში უნდა შეაფასო ასეთი ბუმბერაზი როგორ ყველაზე დიდი პიროვნული თვისება რა მიგაჩნია თქვენ მის ყველაზე უბრალოდ იყო და რა ვიცი გამომეორებელი გიას სული ტრიალებს როგორ შეიძლება დღეს გია არ იყოს ის ფიზიკურად არ არის ჩვენთან გიას სულკას გიათის სულკა და წალენჯიხა და დღესაც იგივე არის ჩემო კარგი ტრარსებობდა ამის მსგავსი რამე რომ გიას რამე არ წოდოდა მაგის სპეციალობა რა არის ის არავინ არ იცის იქ რომ მუშაობდა ფინანსისტმა მითხრა ძალიან ჩვენ ფინანსისტებს გვიჭირს როდესაც დგება ბიუჯეტი და რაღაც ის არისო ხვეულები ამან რომ ზეპირად იცის ყველაფერი ფინანსები გინდა კულტურა გინდა მეცნიერება გინდა ტექნიკა გინდა ლიტერატურა გინდა პოეზია გინდა ეს იყო ფენომენალური ეს იყო კოლოსალური ნიჭის პატრონი რაღაც მოვლენა იყო და რაღაც მეტეორივით შემოიფროლა და აი მეტეორივით წავიდა
ამ ქვეყნიდან საქართველოს გადამყარი წალენჯი ყველა საკუთარი სახელი და ოჯახი იქნებს კაცი სიკვდილდა წალენჯი ხაც ოჯახი საერთოდ გიას არ აწუხებდა არაფერს ის იყოს ამ საქმისთვის გაჩენილი და ისეთი გამოსვლების შემდეგ მას ხშირი გამოსვლები ჰქონდა ხო აუდიტორიის წინაშე დამირეკავდა ხოლმე პირდაპირ არ მეტყოდა მაგრამ მე ვგრძნობდი რისთვის მირეკავდა ხო და ელოდა ჩემგან გრამატიკული წესების შესწავლების ჩასწორებას მაგრამ ნაკლებად უშვებდა ამ გრამატიკულ შესწავლებას საირმეში ვისვენებთ და თქვენს რომ ლევან სანიკიძეს შეხვედრა აქვსო მკითხველებთან მოდი ქია წავიდეთ დედა შევხვდეთ ლევან სანიკიძეს ავედით სცენაზე და ქია ეუბნება მე თქვენი ხმლები წაკითხული მაქვს მორიდებით ეუბნება ხო და მე ვეუბნები ლევან სანიკიძეს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული ფილოლოგიური და გავიპარებოდით ხოლმე გოგონებიდან ლევან სანიკიძის საქართველოს ისტორიაში ლექციებს ვესწრებოდი და ეს უთხარი ლევანს გაიღიმა ლევანს წიგნი მივეცი და წაუწერა დიდ სამომავლო გიორგის ლევან სანიკიძე იგრძნო დიდი ადამიანები ყოველთვის ერთმანეთს გრძნობენ რა ვიცი და რამდენჯერმე ამ ძეგლის გამო იყო წალენჯიხის გერბი ის პოსტამენტი თავიდან ბოლომდე გია შექმნა და წალენჯიხა და გია ფაქტობრივად ერთიანი იყვნენ წალენჯიხა უყურდა რაღაც განსაკუთრებულად ნებისმიერი სტუმარი რო ჩამოდიოდა წალენჯიხაში ის ადამიანი განსაკუთრებული იყო გიას სტუმართ მოყვარეობით იქ იყო არა მარტო საგრძელოები არამედ იყო ისტორიაზე ლიტერატურაზე ფილოსოფიაზე წალენჯიხის სინამდვილეზე და წალენჯიხის დანიშნულებაზეც და პოსტურ დანიშნულებაზეც ლაპარაკი და გიას ეს უყურდა რაღაც სიამაყით საუბარი ამას წალენჯიხაზე ლექსებსაც ჩაუერთდა და ტერენტი ყველა მიცის რომ გიას განსაკუთრებულად უყურდა ტერენტი და ტერენტორობა დღეს ტერენტობა არის და გიამ დაარსა ეს ტერენტობა და ლექსები უყურდა ძალიან განსაკუთრებულად პოეტებთან, მწერლებთან ცნობდა თავის თავს უფრო რაღაცნაირად თავისუფლად მაგრამ ამავე დროს მეც მანც ვიფრებდა მისი სხვადასხვა ნიჭი ხანდახან მაოცებდა მათემატიკასთან რაღაც მერი იყო და მერი არ არის ვალდებული რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე იცოდეს მაგრამ თავიდან ბოლომდე იცოდა როგორც ფინანსები, ბიუჯეტი ძალიან სხვანაირად გრძნობდა წალენჯიხის სინამდვილეს მოხდა სამთვიან კურსებზე ამერიკაში წასვლა შავი კამარი იქ დაიცვა და თხოვდნენ მას იქ რომ დარჩენილიყო სპორტული დარბაზიც იყო იქ ყველაფერი მაგრამ არ დარჩა და წამოვიდა მაშინ აქ 90-იანი წლები იყო ყველაფერი მძვინვარებდა არ დატოვა აქაურობა და აქ გახსნა კარატეს სკოლა აქედან დაიწყო სულიერი და ფიზიკური განვითარების ცენტრის შექმნა. იმ თავის ცენტრს მასკური დაერქვა სულიერი და ფიზიკური განვითარების ცენტრი. სამჯერ მოუგო ოპოზიციური პლატფორმიდან ხელისუფლებას. ბოლო მოგება იყო ისტორიული. 21 წლის ისტორიული გამარჯვების იმ საღამოს გიამ უთხრა თავის თანაგუნდელებს აგერ კიდევ ერთი თანამებრძოლი აგერ დგას და ალბათ ამოწმება ქუჩებს ნუ აიკლერთო მანქანების სრბოლით და ყვირილით ეს იქნებაო დამარცხებულთათვის კიდევ ერთი წიხლის ჩაქრა ასეც მოხდა მას კაცობა ასეს ესე იგი პატრიოტიზმი მუცლიდან არ დახვება ადამიანს, ხო? პატრიოტიზმი არის აღზრდა, ოჯახი, სკოლა, გაკვეთილი კლასგარიშე მუშაობა და ბევრი რაღაც მოგზაურობა, საქართველოს მოვლა. ბაგრატზე ავედით, ბაგრატზე. ფეხსაცმლები გავიხადეთ და ფეხში შვილებმა შემოუარეთ ტაძარს. ხო და როგორ შეიძლებოდა ახლა გიას სამშობლო არ პარებოდა?
ამ ბრძოლაში, ამ გადარჩენაში, ამ შემართებაში სამეგრელოდან აიადის ქუჩის სამლავრები ვამბობთ, რომ ჩვენ არ წადებით, ჩვენ არ ვიმზადებით, ჩვენ ვიმოვეთ თავისუფლებას პიროვნებისთვის, საზოგადოებისთვის